როგორ კანონებს იღებს ახალი პარლამენტი. ზოგადად სამართალ წარმოებაში, კანონ შემოქმედებითობაში არსებობს ხოლმე რაღაცა ლოგიკები რა. ეხლა ქართულმა ოცნებამ ბოლო ჩასწორებების მიხედვით არაადამიანურად გაამკაცრა სასჯელი ადმინისტრაციულ კანონდარღვევებზე, ხო? ანუ შენივე სასამართლო, რომელიც შენ მიერ არის მართული, საზღვრავს, რომ ამ ადამიანს არ ჩაუდენია ისეთი დანაშაული, რომ საჭირო იყოს მისი განრიდება საზოგადოებისგან და ტოვებს საზოგადოების წევრად, ოღონდ აჯარიმებ, ხო? ანუ ზოგადად კანონ შემოქმედების დროს გათვალისწინებული არის ხოლმე საშუალო შემოსავალი, რა არის ქვეყანაში, რამდენად გადახდისუნარიანი არის ეს ადამიანი, იმიტომ რომ იმაზე მეტი არის ხოლმე ყოველთვის, ანუ ჯარიმა არის მეტი ვიდრე გადახდისუნარი გაქვს ხოლმე, იმიტომ რომ შენ შეიგაჩეროს რაღაც მომენტში დანაშაულის ჩადენისგან, მაგრამ ამასაც აქვს ხვარი, ხო, ანუ 5000 ლარი ჯარიმა ფაქტობრივად არ არსებობს საშუალო კლასის ადამიანი, ფენის ადამიანი თუ მით უმეტეს ამის ქვევით საქართველოში, ვინც ამის გადახდა შეძლებს რაღაცა კანონდარღვევის შემთხვევაში, ხო? ეს ყველაფერს რო თავი დავანებოთ იმას, რომ სისტემა მოირგო კანონმდებლობა მთლიანად, ხო? პროტესტის პერიოდში, სადაც ხედავდა, რომ ქონდა სისუსტეები, მაგალითად, ჭირდებოდა მეტი სახის ამოცნობა, აკრძალვა სახის დაფარვა, ხო? მაგისტრალის გადაკეთვამ სერბეთში დაინახა, რომ დიდი შედეგი გამოიღო, აკრძალვა და იმ დღესვე შეიტანა დაჩქარებული წესით რაღაცა მაგისტრალის გადაკეთვა, ხო? და ხედავდით, რომ რაღაცა პოლიციელებს, რომლებიც თვითონ იყვნენ ხოლმე პროვოკატორები და პროვოცირებდნენ ადამიანებს, მათ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა სისხლის სამართლით შეიძლება დაისაჯოს, ან ძალიან მკაცრი ადმინისტრაციული წესით. ყველანაირ შესაძლებლობას იყენებენ იმისთვის, რომ ადამიანები მოაქციონ წნეხში და ყველანაირი პროტესტის სურვილი. არა მხოლოდ ამ პროტესტის სურვილი, არამედ სამომავლოდ, ხო, ეს პროტესტის შესაძლებლობები გაუქმნან.